დამაცადე დედიკო. სადამ? So funny. He's having a mouth. Oh, look. Yeah, definitely a mouth. Quack, quack. Quack, quack. Yeah, quack, quack. Quack, quack, quack. Quack, quack. Sorry, Vishen. Good shimmy. Oh, my mom is tea. Oh! Ooh. სურატო ვაგდებ. აი სუ. შენგანაც. დაიასაც ხო უნდა? დაიატაკზე რატო დამიყარე? დაიატაკზე არ დაგა. ეხლა დღეს გეყოფათ და მე ცომს მოვზევ. ცომს მოვზევ ის 9 საათში იქნება და მე კიდე შემიძლია გამოვაცხო. საღამოს. სახის მაწოს ვერ ვიტანხავ, ხო არ მიყვარს. მუხას სატენით დავტენე, კიდევ კარგიო. აქ დატოვა და არ წაიღო. დატენილი ტელეფონი მიარდა, მე ტელეფონისთვის საცამი, ამიტომ Oh, it's ისეთი პიროდა ესახება. That's calling me. და მომკალით. არა დაისხო გახსოვთ. იმაზე რა ქვია.
წყალზე და პურზე რო ვიყავი, ამ წყლით ვერ ვძღებოდი, აი ვერანაირად, სულ მინდოდა, სულ მწყუროდა, სულ მინდოდა რომ დამელია. ეს თბილია. ამას შედეგი არ ექნება თუ თბილს არ დავле. ეს გაიხსნება უფრო უკეთესად მანამ და ასე ხო მოკლედ კბილზე გავიგე ამბები. ერთი კბილი 150 ლარიო ხალხნო და როცა გაკლია კბილი, ანუ ერთის დროს მეორე კბილი იკლიბება და იმაზე როცა ეცმევა ორი კბილი აგარიშდება. მოკლედ დრო უნდა, ყველაფერს სიარული უნდა, ეს უნდა, ის უნდა. ხო და ერთი სული მაქვს ხა. ჩვენ იქიდან როდის მოუბრუნდებით ცემიდან, რომ მერე დავიწყო სიარული. მანდა განვადებით გავიკეთებ, იმიტომ რომ მე მაქვს ლიმიტი და მე მინდა რომ მე კიდე ვიხადო ჩემიდან. ესეთი ამბები. ძვირფასებო. ხებგვიან დავიწინე და მეწინება თვალები როგორ მეხუჭება ვერ წარმოვიდგენთ. შაქრიანი ყავა დავლიე 2 დღე ზედიზედ. ხოლოდ როდესაც ხსნად ვსვავდი, ავსვავდი შაქრიანს, რა თქმა უნდა, ცალკე ვიკეთებდი. მაგრამ როცა ნალექიანი მეზარებოდა ცალკე ადუღება და ამიტომ ერთად ვადუღებდი და შაქრიანის დალევა მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა. არაფერი არ არის ეგ, მაგრამ მაინც ეხლა ჯერ არ ამიწონია, მე დღეს დილით ავწონილიყავი, კაი იქნებოდა. და მიწყია კოქტეილი და არც არაფერი არ მიჭამი, ეხლა წყალი დავლიეთო. მოდი ავიწონები და მოვა. აი უყურეთ ეხლა. დასაგეცებ. და 300 აჩენა მანამდე. ისე ვიგივე. ხო ნახეთ. და წარმოიდგინეთ ხალხნო, რომ 56 და 700-იც ვიყავი. აი 2 დღით უკან. ძალიან ადვილად, აი ძალიან ადვილად ვიმატებ წონაში. ძალიან. კარგი ის არის, რომ არასოდეს 61 იქეთ არ მივდივარ არასოდეს, მაგრამ აი ვერ ვიტან ასე ადვილად რომ ვიმატებ წონაში. ეხა იმიტომ ავიწონე, რომ მინდოდა რომ აი ამ კოქტეილის მერე მეჩვენებინა რას გავაკეთებდი, რას ვიზამდი, რას დავიკლებდი. საღამოს გადავწყვეტ, კარგი, გავისეინებთ 1.5 საათით წავალთ. თუ ადამ არ იჭირვეულა, იმიტომ რომ არ მომწონს არავისგან. ძალიან ისეთი არის, რომ შენ ხედავ შენ შვილზე. კი ბავშვები არიან და არ უნდა მიკვიდეს აი ბავშვებისგან, მაგრამ აი არ მომეწონა ესე უბერავს რო თქვა ჩემ შვილზე. არ მომეწონა. ესეთი ამბები. სულ იმაზე უნდა იყო. სულ ჯანსაღზე. თუ არ გინდა მოიმატო. ზოგჯერ იმდენად მეზარება ხალხო, იმდენად მეზარება ზოგჯერ, აი ჩემთვის ცალკე რაღაცის გაკეთება ვერ წარმოიდგენთ და
გოდე წყალი რატო არ მიუტანე? ხო გთხოვე მიუტანე მეთქი. ბიჭო. დალია. იმ გოგომ არ მომწერა პასუხი თამარ ცერცოძე. ფასი რომ აინტერესებდა. ერთგან ხო გავიგე ფასი 300 ლარიო და რა ვიცი, მან არ მომწერა. თუმცა ეგ არ არისო. ის გოგო მე ვიდეოში ამბობდა რომ ეს არ არისო, ეს რა ქვია. ცხიმის მწველი რამე სასმელი. ეს არისო აი ადვილად რო განაყრეთ და არ მოგაშიებთ და არის მსუბუქი. და რაღაც საჭირო დანამატები. მაგრამ ძალიან ძვირია ხალხმა. ნახეთ, ერთი თვის შეიძლება არც იყოს ეგ დანამატები და ყოველ თვე გიწევს ყიდვა ამის. იმას ჯობია კიდე იმ ერთ ოპერაციას გაიკეთებ, მოიშორებ ყველაფერს. აი მე თუ გითხავთ. მეც მიჩვენია. თუმცა ძვირია კი ეს ოპერაციაც, მაგრამ მაინც ის მიჩვენია. იმიდე იქეთ ცოტა ფასები დააკლდება. ბევრ ამის. ხო. ეხლა რაც შეეხება ტუჩის დაფერვასთან ლაივში რო იყო რომ მეუბნებოდნენ ტუჩის დაფერვაზე დიდად არა არც გავიკეთე თავში ვიწუხებ მეთქი ბოდიში არა ჩვენ ერთი ფანქარს უცებ წავისვენ და ეგა მინდა აი ეს ლაინერი რო გაქნებული ლაინერი ქვია და წარგის всё მე თერაპია მჭირდება სუგდიჩიც ძალიან საკეთებენ მაგას. ძალიან კარგი გოგო არის ერთი თიკო ქებურია. რა ვიცი Facebook-ზე ბევრს გეკნებათ ნანახი და ყველა აქებს. რა ვიცი იმდენი ადამიანი აქებს მაგას და კომენტარებშიც თავისთან იმდენ კარგს უწერენ, რომ არ ვიცი. ვერ ვფიქრობ, რომ მაგალითად სუდი შეიძლება იყოს. გოდე ჩაუწიე ომარა ყვირის დე დღეს ცეკვაგვაკ ის რა ქვია არ ვიცი ხო მაგას გოდე შენ აი მაღალი რო გეცვა ეხა კონცერტზე ფეხსაცმელი მაგას რა ქვია აზიასკები გემახსენდა მარტო აზიასკებს მიუტან მე მგონი ფორმები არ უნდა ფორმებს მიუტან მეთქი რომ გავიძახოდი არ უნდაო მითხრეს და რა ვიცი იმიტომ რომ შეიძლება მოუწიოთ ამათ სადმე წასვლა ამიტომ არ უნდა სადმე რა აქ ბულეთში აწი უნდა გავითვალისწინო ყოველ წელს თურმე ესე ივნისის ბოლოს უწევს ხოლმე ქობულეთში წასვლა და არ ჩდება ძვირი კიდევ კაი რომ არ ჩდება ძვირი მაგრამ უნდა გავითვალისწინო იმიტომ რომ წლის ბოლოს ექსკურსიაზეც მიდიან ბავშვები მე ეს თავისთავად რო უწევთ გოდერძი მე ეს თავისთავად რო უწევთ ანუ წლის დასაწყისიდანვე უნდა ვიფიქრო ამ რაღაცებზე, ანუ ექსკურსიისთვის გადასადებზე და აი ქობულეთის იმაზე.
ნახეთ ეხა ექსკურსიაზე ხომ მქონდა კეინა თქვა თქვი უარი არ მიმყავს გოდე არ მივდივართ იმიტომ რომ უარი აი სამივე შვილებს ვიცარ უფრო მეტად იმიტომ თქვი რომ აი ადა გეგა ორივე ცუდად რომ მყავდა всё წამში გადავიფიქრე არ არის ჯერ და თვის ბოლოს არის მაგრამ მაინც როგორ გითხრათ მინდოდა რომ მაგ დროს მეთქვა უარი და თქვი ისედაც მაგრამ მე აგერ ისიც გამოჩნდა რა ქვია ქობულეთშიო ოღონდ მასწავლებელმა თქვა რომ ვიციო რომ დაიხარჯეთო ეხა მცხეთაში რო წავედით ამიტომ არ მოგთხოვთ იქნება სურვილის მიხედვით თუ მაგალითად 5 ბიჭი 5 გოგო გამოთქვამს სურვილს წავიყვან ხო და თქვა რამოდენიმემ კი აქედან გამომდინარე მეც კი ვთქვი და ვამჯობინე რომ ქობულეთში წამიყვანა ვიდრე ექსკურსიაზე კი ნაწყენები არიან გოგოები მაგრამ აქ დიპლომიც არის უფრო მეტ გამოცდილებას იძენს კოდეც ხო და მე ვფიქრობ ჩემი აზრით რომ მე სწორად მოიქცი რომ ექსკურსიაზე ვთქვი უარი კი თანატოლები ერთად ექსკურსიაზე კარგია კლასელებთან ერთად მაგრამ მოასწრებს მომავალ წლებშიც იქნება და წლის დასაწყისიდანვე ვიფიქრებ და წლის დასაწყისიდანვე გადავდებ სულ ცოტას ისე გადავდებ რომ არც ვიცოდე რომ აი ეს თანხა მაქვს და რაღაც არც ვიფიქრებ რომ აი ეგრე უნდა გადავდო და შევინახო აი ეს მეტი ახლა სხვანაირად არაფერი არ შემიძლია უარი ვთქვი და ეგ არის 150 ლარი უნდა ექსკურსიას შედიოდა გზა ჭამა დელფინარიუმი და კიდე გემი და რაღაცისთვის მოგრჩებაო იქ ფულიო ესე ამბობდნენ გოგოები და 100 ლარი ხომ და ჩაგედო ციცინათელაშიო მე თქვენ წარმოგიდგენთ რა ვიცი რამდენი წავიდნენ აქედან ბათუმში და ყველა ამბობს რომ წყალიც კი 2.5-დან იწყებაო ძალიან ძვირი არისო ყველაფერიო და მოკლედ 100 ლარი მაინც უნდა გქონდა და ჯიბეში რომ წასულიყო და აქ ეხა ქობულეთში 60 ლარი უნდა ფორმიან გზიანად და 100 ლარს ჩაიდებ შეიძლება არც მოგინდეს მაგდენი მაგრამ უბრალოდ გექნება ჯიბეში 160 გამოხო აი ესე ჩვენ სურვილზე იყო იმიტომ რომ ხვდებიო ვიციო დაიხარჯეთ და მოკლედ რომლებიც გამოთქვავენ წასვლის სურვილს და თანახმანი იქნებით იმ ბავშვებს მოვამზადებ და წავიყვან ისედაც ხვებსაც ამზადებს იმათთან ერთად რა თქმა უნდა მაგრამ ვინც სურვილს გამოთქვამს იმათ წავიყვანო თქვა და არ ვიცი იმედია რომ წავლე მე ძალიან მინდა გოდეს გასვლები რო კონდეს და იყოს კონცერტებზე აწი ახალი მასე მზადებასაც დაიწყებენ აწი რა სექტემბრიდან ეხაც რაღაც დაიწყეს კი ახალი მაგრამ არ ვიცი მოისწრება თუ არა თვის ბოლომდე ვუთხარი რომ 28-28-ის ჩათვლით თუ იქნება და იქეთ 4-ის იქეთ ვერ წავიყვან გოდეს მეთქი და თუ 29-დან პირველი 2-3-ის ჩათვლითაც იყოს შეგვიძლია თქო და დანარჩენ დღეებში არა იმიტომ რომ 27 თუ 28 ზუსტად არ ვიცი ქორწილი არის რომელ დღეს არის არ ვიცი მუხა 27-ს გაიძახეს იქეთ ჩემმა მამულმა მე მგონი 28 გავიგეო და ზუსტად არ იცი და მოკლედ მანამდე არის დრო გავიგებთ როდის არის თავარია ეს ვიცოდე როდის იქნება გასვლა ამის სუსტი თარიღი იმიტომ რომ მასწავლებელს კის რო ეტყვი მაშინ უნდა წახვიდე კონცერტი არის ბოლოს და ბოლოს ფესტივალზე გამოყავს რამე ის არ არის რომ ჩაშალო ექსკურსია მაგალითად ესეთი ამბები ჩემოგარგებ
ჭით. ბევრი ის რომ კენდარი ჩინი ცოტა მომწარო. ეხა შევუდგეთ ამას, რა თქმა უნდა, ცოტათი. დიეტები, რა თქმა უნდა, გამატებინებთ მერე წონაში, ასე რომ არ გააკეთოთ თქვენ მარტო მე გავაკეთო. თქვენ არ გააკეთოთ, მე გავაკეთო მარტო. მოვიმატებ, იზრდავლებ, დავიკლებ და ასე შემდეგ. ეხა რომ მოდის ჩემი და ხომს არ შევჭამ, ანუ არავის გამო არ შევჭამ. ჩემი თავის გამო არ შევჭამ. ხომი არ შეიძლება დიეტის დროს, ხომი ყველი არა. ერთად არა, ყველი ცოტა მოსულა, მაგრამ ხომი ყველი ერთად არა ხალხნო. ასთე რომ ზაფხულია, 9 რიცხვია, სადღაც 2 კვირა მინდა მე. 2 კვირა მინდა. კარგად რომ მოვიქცე. და ზუსტად ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, 2 კვირა მჭირდება. ვერ ვიტან ამაწონს. მე თუ ვერ ვიტან ამაწონს, აგეხუწები არ მაფიქრებინო ისე მაჭამე. ექვსი ლიმონი მაქვს. 6 ლიმონი არის 6 დღის კოქტეილი, მეტის არა. 2 პატარა ანამეტარი. მანდ კარგად გავრიცხავ და დავაბლენდერებ მთლიანად. კილო 900 დავიკენი პირველ დღეს ეს რომ მივირთვი. ხვალ გაჩვენებთ. რა იქნება? მეც მაინტერესებს ჩვენთანაც. ლიმონის კანი მიყვანს. შიგნით რა აქვს ის თეთრი. მოკლედ მეგობარმა დამირეკა და ამასობაში კი შემომეჭადა მათთან საუბარში ნახევარი არ არის, მაგრამ შემომეჭა მათ ვიფასებო. რა არის ეს? მაწონი. ხო, მალე ვინამ დაიწერა, პირველად მესმისო და პირველად გავიგეო რომ მწვანე ჩაი ასუქებდესო. მე გამასუქადა. სხვათა შორის მწვანე ჩაის მე რო სვამდი, არც ანუ ყველანაირად ვიკავებდი თავს. კი მიწერს რომ ტორტებს და იმებს რო აცხობს სულო, ეგ გასუქებსო, მაგრამ მე არ ვარ მსუქანი. არ ვარ მსუქანი, ყველანაირი ტანსაცმელი მოდის ჩემთან. XS ვიცმევ ადამიანი, უბრალოდ მე არ მომწონს. რა არ მომწონს ვამბობ კიდევაც, რომ უბრალოდ ეს მუცელი არ მომწონს, ოდნავ რომ აქეთ არის. ვერ დავდივარ მუცელ შეკუმშული, როგორც გოგოებმა მითხრეს, რომ ჩვენ ესე დავდივართ და მე ვერ დავდივარ და მომკალით ეხა რომ მთელი ის რომ ესე მქონდეს მუცელი, ესე როგორ ვისუნთქო მაშინ, მე ვერ დავდივარ. თურმე გოგოები ყოფილან შეჩეული ამას და შეიძლება თურმე ესე სიარული, მაგრამ მე ვერ.
დადე ბიჭო, ლობიოსთვის, ლობიანისთვის არის ლობიო, გოდეცი, ეხა არ შეჭამე საჭმელი შვილო. არ ვიცოდი. რა რიცოდი? არ ვიცოდი. ბიჭო, ეხა ხო ჭამე საჭმელი შენ? დედა, ნახეთ, ვიდეო ზედიზედ, ანუ დავიწყე მერე. ყავას არ გავაციებ მეთქი და ანუ ის რო გავაკეთე და მე ჩვეულებრივად დავიწყე. გადაღება დროაც გასულა ხალხო 2 საათი ეგერ ხო ჩანს. მომკალით, ყოველ წუთს რომ მაცივარში აქვს თავის შეყოფილი თითქოს და იქ რამე ისეთი ედოს და მე ვმალავდე. შოკოლადები არ მომაქვს, ტკბილი არაფერი არ მომაქვს. всё იქნებიან ისე. არ მომაქვს, იმიტომ რომ თუ დევს მაცივარში ტკბილი, გოდერძი იქ არის სულ. მაგია რო ასუქებს, რომ განასაჭმელს ჭამს ბევრს, არაფერი ერთო ლუკმას, აი ეს ლობიანი და ხაჭაპური თუ შეჭამა ერთი ტაფა. всё, ესეთი ეს არ გამოდის ძალიან დიდები. ხო და მოკლედ ესე, ჩვეულებრივად XS-საც ვიცმევ, ეს XS და ასე შემდეგ. უბრალოდ მე არის რომ ეგ არ მომწონს. უფრო სიგამხდრე, უფრო მომწონს ჩემს თავში, მუხას არ მოსწონს. მაგალითად, არ უნდა რომ გავხდე. მე მინდა. ხო და კიდე გიწევ პასუხი, მაგრამ მივახცევ აუცილებლად ჩემსაც. აუცილებლად. ცოტა გაბრაზება მინდა. ცოტა გაბრაზება მინდა და აუცილებლად ჩემსაც მივახცევ. რამდენჯერ მითქვია და ვერ ნახეთ, ისიც გითხარით ერთხელ ეგ ჯგალში ესე უთქვია მეზობელს კიდე ფეხმძიმედ არისო შენ ერთძალიო და 15 დღეში 15 კილო დავიკელი ხარ ხო ისე გაუბრაზდი და ისე მეწყინა და დავიკელი 15 დღეში 15 კილო გინდა იჯერეთ გინდა რა და ეს არის 100 იმიტომ რომ მე 100 გავაკეთე ძალიან ადვილად დავიკელი დღეში 10 კილოს ვიკლებდი მაგრამ ჭამდი საათის ფოთლებს სოფელში ვიყავი და ჩვეულებრივად გავიტანე ჩემი ბევრს მოძრაობდი ამ ბავშვებს დევნა უნდა და საქმეები გაგეკეთებინა საჭმელს რო არ იხებ სალატის ფოთლებს და ლობიოს მარტო რო ჭამ გინდ კიტრის სალატს პურს არ იხებ და ბევრი მოძრაობა გიწევ ჩვეულებრივად იკლებთ 10 კილოს მაგრამ აქ არ მაქვს იმდენი მოძრაობა მე გარეთ იშვიათად გავდივარ თუმცა აი ამის დახმარებით ეხა ვეცდები 1-5 კილო მაინც დავაგდო სუსტად მაქვს 6 ლიმონი ანუ ეხა დამჭა 5 და ნახოთება ხვალ რამდენს დამიწერს ჩემი სასწორი. და იმის მიხედვით გავაგრძელე მე ლიმონი დავიყიდო, მაწონი აქ ამ უბრალო მაწონს ვერედი, ლარნახევარი ღირს ეგ მაწონი და თუმცა ისიც ლარნახევრად მომიტანა მაშინ მუხა მე როგორც მახსოვს ჯიბეში ლარნახევარი ღირდა. სხვა დროს ვერ იყრის, მაგრამ ზოგჯერ არის აქციები და ლარნახევარი ღირს. მოკლედ ნახოთ. ისეთი ამბები ძვირფასი ლიმონი არის მარტო რომ მჭირდება და მაწონი აქ ყოველდღიურად მექნებავანი კოდეიდან მითხრა. აბა ესეთი ამბები ვაცხობდი მე მაშინაც მაგრამ არა მწვანე ჩაიმ გამასუქა არ ჭამდი ის მუხრანი იმას მეუბნებოდა აკვდებია ამ მწვანე ჩაის თან უშაგროდ და მაინც არ ხდები პირიქით ეს გასუქებსო და კონსულტანტს მოვუსმინე თამარ ცეცვაძეს TikTok-ზეც არის და მე მგონი Instagram-ზეც არ ვიცი მოკლედ ნებისმიერ შეხვდებოდით მაგას ვიდეოებს გაჩვენებს რომელი უნდა გამოიყენო რომელია კარგი რომელია ცუდი ანუ დაკლებისთვის რომელი არისო კარგიო და იქ აჩვენებს ხოლმე მწვანე ჩაი აქეთ რო არის არაო ესო შავი ჩაიო ხო და მოკლედ პირველად ბევრ ამას გავიგებთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს არ უნდა დაიჭეროს ყველა როგორც ჩემამულმა თქვა მართლა ესეა ყველას ორგანიზმი არის ინდივიდუალური ჩემი მეგობარი გოგო თბილისში რომ მუშაობდი სულ მწვანე ჩაიზე იყო და მაგით იკლებდა მაგრამ მე არ მომიხდა აი ეგ ვთქვი ასე რომ ვიცი ადამიანები რომლებიც ხდებოდნენ მწვანე ჩაით მაგრამ მე არ მომიხდა და რა გავაკეთე ანდა შეიძლება ერთჯერადები არ ვარგა და ის დასაყენებელი კარგი ეგ არ ვიცი იმიტომ რომ მე დასაყენებელი არ ვიცი ერთჯერადებს მივირთვევდი ისეთი ამბები ჩემო.
ხო, გაზიანებიც დავლიე მე ხო მოღებული მქონდა გაზიანები რამდენი ხანი, გაზიანებიც დავლიე. და ის ეხა ხვალ კილო ნახევარით ნაკლები მაინც თუ მიჩვენა, ძალიან გახარებული ვიქნები მე. და გამიმზადებ ხამე მომხაშავ წიწიფურას, კიდრი მაქვს, პომიდორი მაქვს და მივირთმევ. თევზსაც მოვიტან. გუში მოვიდა ამილანი. მუხამ არ გამიშვა, მე შენ კიდევ ალს დაიდებოდა, არ გამიშვა, თვითონ მიუტანა ფული. ხო და ის ხუთელარიც გადანახული მაგ. ხვალ მათიამიდის ქალაქში გავატან და კიდე მოვატანებ ლიმონს. გაგიჟებული იყო ჩემული. რადგინდა საერთოდ. უბრალოდ ჩახოვული გაქვს ეხა შენ და მართლაც ჩახოვული მაქვს. გახტომან თუ საერთოდ არაფერში არ ჭირდებაო. იმიტომ რომ ეს პირადად ხედავს ხალხო, არ ვიცი აქ ეხა ვიდეოში თქვენ რას უყურებთ და როგორ უყურებთ. მაგრამ ესე და ამგვარად წავედი ახლა ძვირფასი ბოტაკემშვიდობებით ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ კბილს და პოზიტიურს მაინც და მაინც დროებით აბა